ნუ თუ არ იცით, რომ ღვთის ტაძარი ხართ და სული ღვთისა მკვიდრობს თქვენში. რატო არის ეს მამხილებელი ტონი? კორინთელებმა ძალიან დააშავეს იქ რაღაცები, მაგრამ აურიეს და პავლე მოციქული ახსენებს მათ. ნუ ეხლა ჩვენ არანაკლებ კორინთელებზე ნაკლებად ვაშავებთ, მით უმეტეს ჩვენი მოძღვარი არ არის პავლე მოციქული და შესაბამისად ჩვენ უფრო მეტად სუსტები ვართ და ეს სიტყვები ჩვენს გვეკუთვნის, გვახსენებს. ნუ თუ არ იცით, რომ ღვთის ტაძარი ხართ და სული ღვთისა მკვიდრობს თქვენში. ჩვენ ეს გვინდა არ გვინდა სული ღვთისა ჩვენში მკვიდრობს, იმიტომ რომ ნათელღებულნი ვართ, მირონცხებული ვართ, მაზიარებელნი ვართ, ძალისაებელ მლოცველნი ვართ და შესაბამისად მკვიდრობს ჩვენში სული ღვთისა, იმიტომ რომ თუ სული ღვთისა ჩვენში არ არის, ჩვენ ღმერთის არა ვართ, როგორც იგივე პავლე მოციქული ამბობს და სული ღვთისაა ის, რომ თქვენ გაიძულებთ აქ, სული ღვთისა გაიძულებთ, ხორცი არ გაიძულებთ, ხორცს არ უნდა აღდგომა. ხორცს ეს სიკვდილება აღდგომა. ხორცს ურჩევნია წამოწვეს სახში, კაიჭამოს, კაისვას, დაიძინოს, ფიზიკურად დაისვენოს. ის სული, რომელიც თქვენშია, იმას მოყავხართ აქ. ანუ არის თქვენში ღვთის სული. და რადგან არის ჩვენში ღვთის სული, ჩვენ პასუხისმგებელი ვხდებით. იმიტომ რომ ვაი, ჩვენი თუ ჩვენი სულს შეურაცხყოფთ, ჩვენი ცხოვრების წესი.